უხმოდ გავრცელებულ ამ კადრებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მეც მაქვს ჩემი ვერსია, რა ხდებოდა კადრს მიღმა. შევეცდები ახსნა, რა დიდი ფაზლის ნაწილია ივანიშვილის ალიევთან ასე საჯაროდ და დემონსტრაციულად გამოჩენა. მანამდე კი ერთი ლირიული გადახვევა, რომელიც არც თუ ისე ლირულია მას შემდეგ, რაც 21 აპრილს ივანიშვილმა დიდი ალბათობით ბოლოს საკადრო კარუსელი დაატრიალა. 6 აპრილის უხმო კადრებს თუ რამე მოუხდა, ფრანსუა ვებერის 50 წლის წინ გადაღებული ფილმის საუნდტრეკი იყო. ლეჟუე სათამაშო ამ შემთხვევაში უფრო კარგი ახმისთვის იგრუშკა. რაც წარმოედგენდა კომპოზიტორი ვლადიმერ კოსმა, რომ კომედიური ფილმისთვის დაწერილი მუსიკა ასე ტრაგიკულად ასახავდა ოლიგარქის იგრუშკის წარსულს, დამცირებულ აწმოს და ბუნდოვან მომავალს, თუ მაგას საერთოდ მომავალი შეიძლება ვუწოდოთ. ოლიგარქის მოქმედ იგრუშკას კიდევ მიუბრუნდები, ალბათ არ გაგეკურდება თუ გეტყვით, რომ ივანიშვილის თვითგადარჩენის მექანიზმის გეგმაში ის აღარ ჯდება. ხლუჩიკს მისი დაქოქისთვის აღარავინ მოქოქავს. სხვა საქმეა, რამდენად გაამართლებს მისი ბატონის თვითგადარჩენის გეგმა. და მაინც რატომ ჩამოვიდა ალიევი თბილისში ივანიშვილთან, მხოლოდ ივანიშვილთან და არა რა თქმა უნდა მოქმედ ირაკლისთან, ანუ იგრუშკასთან და მით უმეტეს ორბელიანის სასახლის ბინადართან. ასეთ შეხვედრებს დიდ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, არანაირი აზრი არ აქვს, რა დაიწერება ოფიციალურ პრეს-რელიზში. ყარაბაღის დეოკუპაციის, ტრამპთან დალაგების, პუტინის აღიარების, რომ ალიევი მისი პატარა ძმა აღარ არის, თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობის და ევროპასთან დამეგობრების შემდეგ ცხადზე ცხადი გახდა, რომ ალიევი სამხრეთ კავკასიის ლიდერია. გლობალურ რეგიონული მასშტაბის მოთამაშეა, აღარაფერს ვამბობ ზელენსკის მასთან სტუმრობაზე და ბაქოში გაკეთებულ განცხადებებზე. ალიევის თბილისში ჩამოსვლას არაფერი მოასწავებდა. ზედმეტი კონსპირაციის და შეთქმულების გარეშე დარწმუნებული ვარ, რომ ორბელიანის სასახლის ბინადარმა ამ ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდა და თვით მოქმედმა ირაკლიმ, ანუ იგრუშკამ 5 აპრილის საღამოს გაიგო. ტექნიკური შუამავალი აზერბაიჯანის ლიდერსა და საქართველოს მიმტაცებელ ჩრდილოეთ მმართველს შორის ბაქოში ელჩის თანამდებობაზე მომუშავე ზურაბ პატარაძე იყო. დაუფასდა კიდევაც ის ბაქოდან სამუშაოდ ბათუმში გადადის. და მაინც რატომ იყო ვიზიტის საიდუმლო? იმიტომ რომ იმას ვისაც არ უნდა გაიგო დროზე ადრე, არაფერი გაიგო. რა თქმა უნდა საუბარია რუსეთზე, რომლითაც ოლიგარქს ყველაზე მეტად ეშინია. ასეა, როდესაც თავი დიდი გროსმეისტერი გგონია. На остальных досках Остап проделал ту же операцию. Перетащил королевскую пешку с Е2 на Е4. შამათი არც ისე შორს არის. მანამდე კი რა მოხდა ისეთი, ან რა შეიძლება მოხდეს, რომ ივანიშვილს თვით ალიევი დასჭირდა. ახლა ვიცით, რომ პირიქით იყო და ალიევს დასჭირდა ივანიშვილიო, კომენტარის გარეშე დავტოვებ. მუნჯი კინოს ჟანის სტილში გავრცელებულ კადრებმა ცხადყო, რომ ივანიშვილმა, რომელსაც თავი უძლებელი გონია, ალიევის დომინანტობა აღიარა და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა შეხვედრის გეოგრაფიას. მით უმეტეს თუ ალიევამდე თბილისში მისი ყოფილი სიძე ბიზნესმენ მომღერალი აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი მილიარდერის ვაჟი იმყოფებოდა და მას თავად ბერა მასპინძლობდა. სიტყვა გამიგზელდა ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილმა ალიევს დახმარებას თხოვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასეთ ინფორმაციებს როგორც წესი არავინ ადასტურებს, ივანიშვილმა ალიევს დახმარების სანაცვლოდ ანაკლის სპორტი და საქართველოს რკინიგზა შესთავაზა. იმაზე აღარ ჩაუღრმავდები, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად საქართველოს საპორტო პოტენციალს და რკინიგზას საქართველოს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ნამდვილი და არა რუსული სუვერენიტეტისათვის. შავ ზღვაზე ამერიკელებს რა უნდათ ივანიშვილის ამ ფრაზის გათვალისწინებით, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილს საქართველოს მომავალი აწუხებს. რომ აწუხებდეს 2012 წლის შემდეგ ლაზიკას ააშენებდა. არ გააჩერებდა და თუ არა ლაზიკას ანაკლიეს მაინც და ვაშინგტონის არაერთი თხოვნის და რჩევის მიუხედავად ჩინელებს არ შემოიყვანდა. იმ ჩინელებს, რომლებიც პროექტის გაგრძელებისთვის სპეციალისტების განცხადებით კაბალური პირობების დაკმაყოფილებას ითხოვენ. რატომ სადაც ჩინელების ალტერნატივად ალიევის განხილვა რუსმა ოლიგარქმა მარტივად რომ ვთქვათ, ალიევის ხაზი ივანიშვილისთვის შეერთებულ შტატებთან დალაგების ბოლო შანსია. გაუწევს კი შუამავლობას ალიევი ტრამპთან რუს ოლიგარქს ან რის სანაცვლოდ. მე ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი, თუმცა ფაქტია, რომ 30 მარტის რუბიოს ზარი მოქმედ ირაკლისთან ზარად დარჩა.
რამე პოზიტიური რომ ყოფილიყო მერწმუნეთ პროპაგანდა დილიდან საღამომდე ამ თემით იქნებოდა გაჯერებული. აპრილი მთავრდება და 20%-იანი მერიკალძის და ცოცხალი ტროლის შეფეს დაანონსებული დელეგაცია ვაშინგტონიდან, რომლის შემდეგ სულთა ფურცლიდან დაიწყებოდა ურთიერთობა, არსა ჩანს. ვინც ჩამოვიდა, ანეკლია ნახა და წავიდა. არც ორბელენის სასახლის ბინადრს დაურეკა ტრამპმა და ვერც მეუღლების საშუალებით დაალაგდა რამე. ივანიშვილი ისევ არის დასანქცირებული. ალევი ერთხელ უკვე დაეხმარა ივანიშვილს ოღონდ ევროპასთან დაკავშირებით და რუსული სუნელის ყულების ტერმინალი არ მოხდა სანქციების ქვეშ. აქ პირდაპირ ვთქვათ, ალევს სოკარი აინტერესებდა და არა ივანიშვილი. ბევრი პროპაგანდისტული ტყუილის შემდეგ მაინც გახდა ცნობილი, რომ სანქციების სიდან ამოღება გადავადება იყო და ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ყულებიდან სანქცირებული რუსული ნავთობის გატანა აღარ მოხდება. წინ სანქციების 21 პაკეტი და რავი, ჯვარი გეწეროთ. მოკლედ, რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ და ალიევის პოლიტიკურმა წონამ ივანიშვილის სინდიკატს და ყულების ტერმინას ევროკავშირის 21 სასანქციო პაკეტამდე დრო მისცა. აქ შემოდის გეოპოლიტიკით ივანიშვილის ვაჭრობის ახალი ხაზი. შავი ზღვის უსაფრთხოება, შუა დერეფანი და ტრამპის მარშრუტი საქართველოს გარეშე ვერ იქნება. ბოლო 2 კვირა ქართული დიპლომატიის სირცხვილი მოქმედ ირაკლის მსგავსად ტყუილს ამბობს ევროკავშირზე უარი არასოდეს გვითქვამსო. საქართველოსთვის მოვაჭრე ივანიშვილის გზავნილი ასეთია. ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. პირადი უსაფრთხოების და სტაბილურობის ძიებაში საკუთარ ხაფანგში გახალწულმა ოლიგარქმა ვერ მოითმინა და ჩინეთში ეკონომიკის მინისტრად წოდებული გააგზავნა. აპრილი მაინც დამთავრებულიყო. ქურივიშვილის თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი წარმატებული შედეგით დასრულდა, რაც დადებითად აისახება საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებაზე. და ანაკლის სპორტი თუ ისევ საიდუმლოა ეს თემა, ალბათ ივანიშვილს გონია, რომ ალევის პარალელთან ჩინეთთან ბოდიში გამოთვისთვის ჩალენჯს ვერავინ გაიგებს. საქმე ის არის, რომ ალევის წასვლიდან ადრესში იმის ლაპარაკი, რომ საქართველოში უსაფრთხოება აუცილებელია, ევროპის შავი ზღვის და ტრამპის მარშრუტისთვის მოსკოვში შეუმჩნეველი არ დაჩა და მარია ზახაროვამ ივანიშვილს შეახსენა აქ ვართო. ღიად მიუთითა ბევრი არ მოგივიდეთ, თორემ ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველოს რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიას დაემატებაო. დიპლომატიურად ასე ჟღერს. არადიპლომატიურად ალბათ ივანიშვილს სხვა რამე შეუთვალეს. ამ შემთხვევაში გრუზიაში ივანიშვილი და მისი სინდიკატი იგულისხმება, თორემ ისე მოსკოვს საქართველოს და ქართული ხალხი დიდი ხანია მტრების სიაში ყავს შეყვანილი. რას ცდილობს შამათის მოლოდინში თვითაღიარებული გროსმეისტერი? დროის მოგებას, რომ იქნებ ვინმეს ფეხი წაუწდეს, იქნებ ევროპა მოატყუოს, იქნებ ტრამპა ირანში ცხვირი წაიტეხოს, იქნებ ევროკავშირი დაიშალოს, იქნებ ნატო დასუსტდეს, იქნებ ბრიუსელი და ვაშინგტონი ბოლომდე გაებუტონ ერთმანეთს, იქნებ ბრატისლავა და სოფიამ ჩაანაცვლოს, იქნებ პროექტი მემკვიდრე შედგეს, იქნებ მოქმედი ირაკლი, რომელსაც სამყაროში ფაქტობრივად ხელს არავინ ართმევს, მისი ჭკუით უფრო მისაღებით ჩანაცვლდეს. ამ თემაზე უფრო სულად ბოლოსკენ მეწმუნეთ საინტერესო ვერსიებია. და რას გულისხმობს ივანიშვილის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში, მხოლოდ საკუთარ თავს, საკუთარ სტაბილურობას. ის დასალოთ ეუნება დიდი პროექტების უსაფრთხოება, ოღონდ ძალაუფლებაში მე უნდა ვიყო. ანუ სანქციები არ შემეხოს, ცოტნე დამატოვებინეთ, გარანტიები მომეცით და კარგად მოვიქცევიო. უფრო დავკონკრეტდები, ქართველი ალიევი ვიქნებიო, ქართულ ხალხთან კი არა, ჩემთან ილაპარაკეთო და მოსკოვთან ურთიერთობებზე თვალები დახუჭეთო. ახლა ევროპის გადასაწყვეტია მოთყუდება თუ არა და კიდევ ერთხელ შეჭამს თუ არა ივანიშვილის რუსულ ტყუილს. ისე კი მაინტერესებს ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა არის თუ არა თავად გაერთიანებაზე თავდასხმა. მაშინ როცა ბოჭორიშვილის კანტორას ირანის ელჩი უნდა დაებარებია თავის უწყებაში ღია მუქარის გამო, დაიბარეს გაერთიანებულ ელჩი, რომელ გაერთიანებასაც ღიად ევაჭრებიან და მაინც რა თქვა ასეთი ჰერჩინსკი. საქართველოს გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება. განსაზღვრავს ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე. თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის, ნუ დაკარგავთ იმედს. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილი, სტუმართ მოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ევროკავშირი მზადაა მხარდაჭერისთვის, როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
ჯერ არ აძევებენ ტრად გამოაცხადეს, ყველაფერი წინ არის, ვერ გადაიტანეს, რომ ისინი კი არა, ქართველი ხალხი. Რა თქმა უნდა, არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ ელჩის ლანძღვის შიდა პარტიულ კონკურსში ცნობილმა ინსტაგრამელმა ფაქტობრივმა ინფლუენსერმა 20%-იანმა მერი კალაძემ გაიმარჯვა. აუცილებლად უნდა მოხდეს ელჩის დაბარება და უნდა გაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც გვჭირდება პასუხები. საქართველოს არაფრისგან არ გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ახლა თუ ვინმეს გონია და სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და რაღაცა თავისი ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართულმა ხალხმა და ჩვენმა სახელმწიფომ ასე იმოქმედოს, ეს ვერ იქნება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები და რაღაც თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ, ვისთვისაც აქამდე დაუქნევიათ, სადაც газдит ეს ჩვენთან არ გამოვა. И Каха Каладзе для меня это сочетание просто микс классного образа. Буду продолжать восхищаться его стилем, его харизмой. თავში ხელის სამურტყველი ბოლო 14 წელი ვინ არის, ვის ხუშტურებზე ბზრიალებთ და ვინ არის თქვენი ბატონი თუ გინდათ შეგახსენებთ, თქვენი პრინციპულობა არ გაიშვას. დანარჩენი დამეზარა, აი მის სტილს რო ვარჩევდეთ, შეიძლებოდა გაგრძელება, მაგრამ ეგეც მეზარება. ისე ეს ზარქუა სად გადამალეთ? შენ გეცოდინება, კახა, ლექს ხომ არ სწავლობს კრასატულია. ათქმევინეთ რამე ჰერჩინსკიზე, მაგას გამოზლის გინება ყველაზე კარგად, მაგრამ სანამ ზარქუას დააბრუნებენ პროპაგანდის ხუთში, თუ რამეს ვერ იტყვის მერიცეკას ინსტრუქტორი ძაძაგია, მათიკა და ასე შემდეგ და სანამ პროპაგანდის მარკას ტრუს კავეცელი შეემატება, მანამდე სათქმას რეჟისორად წოდებული პროპაგანდისტი ჩაარაგრაკებს. ანუ ხერჩინსკი. ანუ ათსლოვა ხერ. ათსლოვა ხერ, კი. ხერჩინსკი. Парчинский, რა ვიცი რაც. Что за хер? Что за хер? Что за херня? ხერჩინსკი კიდე ევროკავშირის სახეა, ეხა ევროკავშირი რას გავს? ორგანიზმი იმისი, რა ქვია, სხვა ნაწილს უფრო გავს, მაგრამ ნუ სახეა და რა ვქნათ. აიღირსება ქართველობა, მეობა, ოჯახიშვილობა, ენა მამული, სარწმუნოება, აი ნამდვილი ევროპელობა, აბა რა, ასე უფრო დავახლოვდებით ევროპას. კი, თვეების მანძილზე უნდა ლამძღო გაფართოების საკითხებში ევროკომისარი საქართველოს იმიტომ გადარჩა ისტორიულად რა მარტა კოსტა მისნაირებს არ უჯერებდა და უჯერებდა საქართველოს ეკლესიას. მარტა კოსს მიმართავ რომ გააგრძელოს ასე დიახ მარტა კოსი რომ გამოვიდეს და კარგი თქვას ის უნდა გაგვივიდეს ჩვენ. რუსეთს საქართველოში ვერ ემარჯვებს ვერანაირად. მარტა კოსის დახმარებით შეიძლება გაიმარჯვოს. მარტა კოსი იქნება თუ კუბილიუსი და იეკნევიჩოვანი და ყველა სხვა. ესენი არიან ქართველ მოძულე ანტიქართულად განწყობილი ადამიანები, ვინც ხატავს სიტუაციას ისე თითქოს ჩვენ გულშემატკივრებს და რეალურად უნდა რომ გადაგვისწროს ცეცხლის ბორებში. ცოტა ხნის წინ გახსოვთ ალბათ რომ კაია კალასმა განაცხადა რომ ჩვენ ყველა ისეთ მდგომარეობაში ვართ ეხლა რომ დალევა უნდა დავიწყოთ. აი, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს, მე მგონი ის სწორედ ამ ალკოჰოლური თრობის ქვეშ არის და სწორედ ამის შედეგია, რომ აგრძელებენ ერთად მას. სხვა ფხიზელგონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს. და მე ათენში ლანჩზე თუ ვახშამზე თუ სადლზე მიმავალს დერეფანში უნდა გადაეყარო, ეს გაყრა დიდ გარღვევად და მოვლენად შეაფასო, მაგრამ საღამოს პროპაგანდის ისევ უნდა ალანძღინო. მარტა კოსებმა საბჭოთა უშიშროების აგენტებმა რაც არ უნდა იღვაწონ იქა, ხო, საქართველოს იმ გზიდან არ ჩამოუხვევს, რა გზითაც მიდის, ხო? როცა ოლიგარქად წოდებული ლაპარაკობს, ოლიგარქის რომელი მორჩილი და მოლაპარაკე თავი კი არა, თვით ოლიგარქი ლაპარაკობს. ხოდა ძვირფასო ევროპა იმედია არ მოტყუდები ივანიშვილის შემოჩეჩებელი რუსული უსაფრთხოებით, რადგან როცა პროპაგანდა მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის დიმიტრიოს ავროპოლუსის ამ უწყინარ განცხადებას მე მწამ საქართველოს ევროპული გზის მე დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველოს ევროპული ქვეყანაა და ეს ძალიან მარტივი ფაქტია. იმ დროს როცა მე ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში მახსოვს თბილისშიც ვიყავი და ჩემს ცხოვრებაში არც ერთი სხვა დედაქალაქის ქუჩებში არ მინახავს იმდენი ევროპული დროშა, რამდენიც საქართველოში.
სათავისოდ იყენებს როგორც ბრიუსელის პოზიციას, უნდა გახსოვდეს ცოცხალი ტროლის ეს სიტყვები. ძალადობის ყველაფერი დააკვირდით. სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ბოღმა, თავდასხმა პიროვნული, იქ ყველგან არის ევროკავშირის დროშა. ბოლოსკენ წავიდეთ და ისევ პროპაგანდისტის რეჟისორად წოდებულის ერთი მეჯდუპროჩემ განცხადებით შევეცდები გავცე კითხვაზე პასუხი, რას გულისხმობდა ელჩი ჰერჩინსკი, როდესაც თქვა, ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს ეკუთვნის თუ არა საქართველოს ევროპული ქვეყანების ოჯახსო. ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ეს ლაპარაკი, რომ რომელიღაცა ევროკავშირში მივდივარ და 28 წლისთვის მზად ვიქნებით. ჩვენ ამ გარყვნილებისთვის მზად არასოდეს არ ვიქნებით. ესენი რაღაცას გეგმავენ და ახლა სანამ მორჩები ყველაზე საინტერესო პროექტი მემკვიდრე, მისთვის გზის გასუფთავება და ალიევის ყოფილი სიძის აგალაროვის ფუნქცია. სანამ ალიევი ჩამოვიდა თბილისში ემინი იმყოფებოდა სოჩში და მოსკოვში მიმავალმა უბრალოდ შემოირბინა. Баку, Тбилиси, Сочи и Москва. И все это за каких-то 2 дня. Поехали. მე ბერა ჩავიდა ბაქოში და სანამ ბერა ემინის ურთიერთობაზე წინადროებაში ხუხაშვილის გამოთქმულ მოსაზრებას შემოგთავაზებთ, მანამდე გირჩევთ, რომ დროების დასრულების შემდეგ ღია წყაროებში მოიძიოთ, რა ურთიერთობა ჰქონდათ აგალაროვის და ტრამპების ოჯახს. ახლა კი ბერა ემინის ურთიერთობაზე დაპირებული მოსაზრება. ბერას საკმაოდ სუწრეთში აღმოჩნდა ბოლო პერიოდში. რაღაც ინფორმაცია თქვენს გექნებათ ალბათ, მეც მაქვს, ხო? რაც მიძინათ ბუნებრივი არ მოწონდა ძალიან. და ეხა კარგ ადამიანებთან დააწყებინა ურთიერთობა, იმიტომ რომ აზერბაიჯანული ბიზნესი ძალიან ისეთია, ეხა იქ წესიერი ხალხია, მართლა წესიერი არიან, ხო? წესიერი ხალხია და ესეთ ადამიანებთან ურჩევნია, რომ შულს ჰქონდეს ურთიერთობა, თვითკმარობის ილუზიად შეუქმნა, რა თქმა უნდა, რომ აბა მიდი და შენ თო მიიღე გადაწყვეტილებები და ბერაც ეხა რაღაცას ახალი ცხოვრება დაიწყო, ჩამოშორდა იმ ცუდ ადამიანებს და ეხა რაღაც კარგ ადამიანებთან დაიწყო, ხალხსტუკიან ადამიანებთან დაიწყო ურთიერთობა. რაც შეეხება ოპერაცია მემკვიდრეს, ცოტნე როგორც ჯერ კიდევ 2025 წლის 28 დეკემბრის დროებაში ვივარავდე, პოლიტიკაში შემოვიდა. მალე მას გრუზისკაია მეჩეთის მალაძოჟნე ორგანიზაციის ყრილობაზე თავმჯდომარე თუ არა საპატიო თავმჯდომარედ მაინც აირჩევენ. ამასობაში მოქმედი ირაკლიმ, რომელიც წმინდა და ვერ გაწმინდა ბატონის კორუმპირებული გარემო ცოტნესთვის გაწმენდის ბოლო ფაზაზე გადავა. რა წამსაც ეთქვენ, იმ წამს საკუთარი ხელით საკუთარ თავს ჩარეცხავს და მიიტანს ივანიშვილების დინასტიის სამსხვერპლზე. ის ბატონს აღარაფერში სჭირდება. ახლა იმაზე იფიქროს, წინა ირაკლიზე მეტად დაჟის და დაამცირებს თუ ცოტას დაინდობს. რა გაუკეთა რომ დაინდოს? არაფერი, ვერაფერი, იზოლაცია დაამატა. ერთი კლანი მეორეთი ჩაანაცვლა და პუტინსაც ვერ ჩამოართო ხელი აშხაბადში, რომ უსაფრთხოების გარანტიები ჩამოეტანა. ხო და ახლა მას ოლიგარქი მისი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა უკეთესით ჩაანაცვლებს. იქნებ სადმე ვინმე ხელი ჩამოართოს პრინციპით. გაგეციანოთ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ეს ვინმე მისი ბიზნეს პარტნიორი, პროპაგანდისტული და სანქცირებული ტელეკანალის ვითომ ყოფილი მფლობელი, ლიბერტი ბანკის შინაარსზე გადამყიდველი თვით ირაკლი რუხაძე შეიძლება აღმოჩნდეს, რომელმაც როგორც მისივე თანამშრომლები პროპაგანდის მუშაკები ამბობენ, წასვლა პრემიერად გადაყვანით ახსნაო. რუხაძესთან ერთად კიდევ ერთი ბანკირი, საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და მარიამ ქუიშვილის კანდიდატურები განიხილება. ისე ალბათ ზემოთ უნდა მეკითხა, მაგრამ ახლა გამახსენდა და ახლა ვიკითხავ. ენის მამულის სარწმუნოების, კაცობის, მეობის, ოჯახის სიწმინდის და ასე შემდეგ ორ ფეხზე მდგომ დამცველებს მინდა ვკითხო. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილმა მუნჯური კადრების მიღმა ალიევს ხომ არ დაუსვა ასეთი შეკითხვა? გარეჯი საქართველოა? იქნებ მაჩანჩალა იგრუშკამ კითხა, გარეჯი საქართველოა? იქნებ ორბელენის სასახლის ბინადარმა დღურმა კითხა, ან იქნებ 20%-იანმა ინსტაგრამელმა მერიკალაძემ. იქნებ აი ბესპიძემ გენერალ სიმუსირო კინაღამ გახდა, იმან კითხა, მიგეშვათ კითხავდა. კაცმა პუტინის ჯაშუში დაიჭირა და მაგის შეეშინდებოდა, მაგრამ ალბათ
დეტოქსია ტუსკავეთში წასული, ვისაც ამ კითხვის დასმა შეეძლო, აი იმას გარჯის რუკები რომ ჩამოიტანა მოსკოვში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, ციხეში ჩააყუდეთ და როგორ კითხავდა. კითხვების დასმა არ იყო ერთობლივ განცხადებაზე, თორემ პროპაგანდის რომელიმე მუშაკი აუცილებლად დაიცავდა საქართველოს ღირსებას და აუცილებლად კითხავდა ალიევს. გარეჯი საქართველოა. დასასრულისკენ წავიდეთ ამ ყველაფრის ფონზე, მინდოდა შიდა პოლიტიკაზე რამე მეთქვა, მაგრამ რაღა უნდა ვთქვა, მადიარის კონკურსში მონაწილეებმა საკუთარ თავს აჯობეს. პროპაგანდის ცენტრმა სურმ არაფერი დაგეგმოს, ესენი დაგეგმავენ. არ მიწყინოთ და თქვენზე საუბარი მართლა მეზარეება, ისე კი ჩემ აზრზე ვჩები. მადიარის მთავარი მოკავშირე ორბანი იყო და ისე ნუ მოიქცევით, რომ ივანიშვილის მთავარ მოკავშირეებად გაფორმდეთ. არა და რა მარტივად არის საქმე, როდესაც მოწინააღმდეგე არალეგიტიმური ჩიხში მოქცეული თვითაღიარებული გროსმეისტერია, რომელსაც სულებიც კი აღარ აქვს. Мат. Вам мат, товарищ гроссмейстер. Да, мат. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.